როდის უნდა მივმართოთ ფსიქიატრს? ჯერჯერობით კიდევ ქვეყანაში არსებობს გარკვეული სტიგმა. დღეს პრაქტიკულად ფსიქიატრია მთლიანად არის მიბმული სახელმწიფოს. ბევრად მძიმე ვითარება გვაქვს ვიდრე ველოდი, არ დაგიმალავთ. ყოველი მეექვსე პაციენტი მოდის სერიოზული მენტალური პრობლემით. რატო არაფინანსებს სადაზღვეო კომპანიები? მე მეშინია პაციენტს არ დაუსვათ არასწორი დიაგნოზი. მოგესალმებით, ვიწყებთ ფედერალისტები ექიმების პოდკასტს. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა და გვაქვს ძალიან საინტერესო სტუმარი. ქალბატონი ნინო გრიბელაშვილი, ექიმი ფსიქიატრი, პროფესორი, არაფედერალისტი. ჩვენ ვეცდებით, რომ არაფედერალისტები დავუპატიჟოთ ზოგადად ჩვენ პოდკასტებში, ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელი და ნინოსთან დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რაც არის ჩვენი აზრით საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც განვითარდა ფსიქიატრიასთან დაკავშირებით. მადლობა ქალბატონ ნინო მობრძანებისთვის. მე ცოტა სანამ დავიწყებთ რაღაც ცოტა სტატისტიკა მინდა რომ გავაცნო ჩვენ საზოგადოებას რა ხდება დღეს ზოგადად საქართველოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როცა შეიქმნა სტრატეგია, გაკეთა გარკვეული კვლევა ამასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობის სერვისის მომხმარებელი მხოლოდ 15% იყო კმაყოფილი ამ სერვისებით. დაფინანსება, რაც არის დღეს, ეს არის მხოლოდ 1.7% მთელი იმიდან, როცა მაგალითად ბრიტანეთში არის 7%-მდე, სხვა ქვეყნებში ეს 5%-მდე აღწევს, ჩვენ ქვეყანაში ეს არის ძალიან დაბალი რიცხვი. რო ვილაპარაკოთ კიდე შემდეგ პრობლემებზე, ეს არის რომ ფსიქიატრიის სერვისის მიწოდების მხოლოდ 1%-ს აქვს ადიქტოლოგიასთან დაკავშირებული სერვისების და რესურსი იმისთვის, რომ ესეთ სერვისები მიაწოდოთ და პირველადი ჯანდაცვაში ყველაზე სერიოზული პრობლემაა მხოლოდ 10% ადამიანების მოსახლეობის მიმართავს პირველად ჯანდაცვის სერვისებს და ყველაზე ისეთი მძიმე ციფრები ეს არის სუიციდის რიცხვი საქართველოში, რომელიც არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ეს არის შშ მონაცემები და 312-ია, თუმცა მცდელობა სუიციდის ბევრად უფრო მაღალი რიცხვია, რომელიც შეიძლება არც არის აღრიცხული და ამას კიდე მოყვება ძალიან ბევრი საკანონმდებლო პრობლემები, რომელიც გაჩნდა ამ ქვეყანაში ზოგადად ფსიქიატრიასთან. ვახო შენ თუ რამეს იგუნეს მადლობა მობრძანებისთვის და დროისთვის რაც არ მაძლევთ საშუალებას მადლობა გითხრათ მოწვევისთვის და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ დღეს მენტალურ ჯანმრთელობას გარკვეულ აი გადაცემის მომზადების პერიოდში გარკვეულ სტატისტიკას გადავხედე და ბევრად მძიმე ვითარება გვაქვს ვიდრე ველოდი, არ დაგიმალავთ. მიუხედავად რომ ციფრები არ არის მთლად სანდო და დიდი, ის რაც არის, ისიც კი უკვე განგაშის საფუძველს გვაძლევს, მაგალითად, სუიციდი ყოფილა მეოთხე მკვლელი 15-დან 24 წლის ასაკის ახალგაზრდებში. 23%-ს მამაკაცების და 21%-ს ქალბატონების ერთხელ მაინც ქონია შფოთვა. მესამეც ქალბატონების და დაახლოებით მესამეც მამაკაცების ქონია დეპრესია. დრამატული სურათი არის სტუდენტებთან მიმართებაში, სადაც ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გამოკვლეული, კოლეგების ძალიან საინტერესო კვლევა იყო, სადაც ასევე 4-დან 1 სტუდენტი ამბობს, რომ მას განუცდია საშუალო ან მძიმე ფორმის შფოთვა, 3-დან 1 სტუდენტი ამბობს, რომ მას ქონია დეპრესია და 33% სტუდენტებისა გვეუბნება, რომ მას ქონია სუიციდალური იდეები. ანუ საკითხი აქტუალურია ძალიან
და ესეთი კითხვა მექნება, აი პირველი, როდის უნდა მივმართოთ ფსიქიატრს და როდის უნდა გაგვიჩნდეს, თქვათ, ეჭვი, რომ ჭირდება პროფესიული დახმარება. შემდეგ, თქვათ, თუ გავიგებთ ამას, სად ვიპოვოთ ექიმი? კი ბატონო. და აუცილებლად და ბოლო კითხვა ამ, ესე ვთქვათ, ციკლიდან და ეს ჩემეთ არის ერთგვარი, ვთქვათ, გავრცელებული აზრი, ფსიქიატრთან მიმართვის შემთხვევაში აუცილებლად ფსიქიატრიულში დამაწვენენ. აი, ამ კუთხით თუ შეიძლება გარკვეული, ვთქვათ, მიმართულება რომ მოგცეთ, როგორ მოვიქცეთ? დავიწყებ შეძლების დაგვარად, ჯერ დავიწყებ პასუხით ზურას საკითხებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ის რაც დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე პრობლემების სახით უდგას ქვეყანას და გამოწვევების სახით უდგას, ეს არის მე შემიძლია ვთქვა, რამდენიმე კონტექსტში შეიძლება ჩავთვალოთ. პირველი კონტექსტი არის ის, რომ ჯერჯერობით კიდევ ქვეყანაში არსებობს გარკვეული სტიგმა და მოსაზრება, რომ თუნდაც მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ჩვენ ვცდილობთ, რომ ვთქვათ, რომ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი რეალურად აქ საუბარია პროფესიულ თემზე, რომელიც მუშაობს ფსიქიატრიულ სერვისებში და ეს არ არის მარტო ფსიქიატრი, ესაა ფსიქოლოგი, ესაა სოციალური მუშაკი, ეს არის მთელი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, მაინც თავის ფუნქციებს ასრულებენ და ასრულებენ მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, მოდით ესე ვთქვათ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ თუნდაც ის 1.17%, რომელიც არის გლობალური ჯანდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფსიქიატრიულ სერვისებზე, ეს არის ძალიან დაბალი და თუნდაც 10%, რომელსაც თავს იწონებენ ევროპის ქვეყნები, ისიც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად უზრუნველყოთ სრულფასოვანი მოცვა მოსახლეობისა, ვისაც აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. აქ არის კიდევ ერთი რამე, რატომ? აი თქვენ თქვით, რომ სუიციდი არის მეოთხე მკვლელი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ წინა მკვლელებში სუიციდის გარდა არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც შეიძლება მკვლელს არ უწოდებთ, მაგრამ რეალურად ეს მენტალური პრობლემები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არის ის პრობლემები, რომელიც ფიზიკურ და ფსიქიკურ უნარობას იწვევს. ანუ შეზღუდულ შესაძლებლობებს უნვითარებს ადამიანს და შესაბამისად ეს ჯგუფი ზოგად 22%-ია ტვირთის საზოგადოებაზე და მაშინ, როდესაც თანხა გამოყოფილი არის გაცილებით უფრო დაბალი. ეხლა შევეცდები უკვე კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ. ჩაგეკითხები, რადგან სამ კონკრეტიკაზე გადახვალ, ერთ ჩაგეკითხები აუცილებლად, აი შენი თვალსაზრისით, ამდენი წლის ფსიქიატრი ხარ. არ ვიტყვი, თორე ასე მეც, მაგრამ მე უფრო ბებერი ვარ, კაი, მაგრამ მოდი, აი უბრალოდ შენი თვალთახედვით, აი ამ წლების მანძილზე, რაც შენ გაიარე გზა და საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება გაქვს. შენი თვალსაზრისით სად ვართ ეხლა? ვართ დადებითი გვაქვს დინამიკა თუ მივდივართ უკან და უკან? აი, იცი რა, იმიტომ გეკითხები ამას, რომ ჩემი თვალსაზრისით, ახლა მეც მენტალურ ჯანმრთელობაში ვარ, შეიძლება სხვა, ჩემი თვალსაზრისით რეგრესს განვიცდით ძალიან ისეც სწრაფს. ანუ არაფერი არ მიუხედავად იმისა, რომ გადასარევი სტრატეგიები გვაქვს დაწერილი და არაჩვეულებრივი რაღაცები წერია იმ სტრატეგიაში და ის რომ შესრულდეს, ჩემი თვალსაზრისით რეგრესია. აი შენ როგორც კლინიცისტი, როგორც პედაგოგი, როგორ ვთვლი? იცით რა, აი ეს საკითხი რომ კარგად გავიაზროს, იგივე ჩვენმა მსმენელმა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც გამოვიარეთ ურთულესი 90-იანი წლები, რომელთან შედარებაც არ შეიძლება დღეს არსებული მდგომარეობის. მიუხედავად ამისა, ჰუმანური დამოკიდებულება მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ცდელობა ყოველ შემთხვევაში პროფესიული თემის მიმართ, რომ ბევრად უფრო ჰუმანური მიდგომები და
დაენერგა უფრო მაღალი იყო ვიდრე დღეს რეალურად ვაკეთებთ. მე ამას ვამბობ იმ კონცეფციიდან გამომდინარე, მე მახსოვს 93-14-15 წლები, როდესაც ჩვენ არ გქონდა შეიძლება მედიკამენტური უზრუნველყოფა გამომდინარე იმ შეჭირვებული მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენ გქონდა უზარმაზარი ჰუმანიტარული მხარდაჭერა თუნდაც ევროპიდან, როდესაც შემოდიოდა ძალიან კარგი მედიკამენტები, რომლითაც გარკვეულწილად მისაწვდომობა ჩვენს პაციენტებს მართლაც რომ ევროპულ პრეპარატებზე ჰქონდათ, იგივე ფრანგულ პრეპარატებზე, რომელთა დასახელება მხოლოდ დღეს გაიგო ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში შემდეგ ძალიან ბევრ კარგ პრეპარატზე საერთოდ წყვეტაც გქონდა მათ მოწოდებაში. ეს ერთი კონტექსტი იყო. მეორე იყო ის, რომ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინ ვინც ფსიქიატრიაში მოვედით, მე არ მივაკურთხნებ აი უშუალოდ იმ ჯგუფს, რომელიც თუნდაც საკანონმდებლო აქტივობებით იყო დაკავებული, იგივე გოგინანიშვილი, იგივე სომა სურგულაძე, რომლებიც მუშაობდნენ, სრულიად ახალგაზრდები იყვნენ, მაშინ და მუშაობდნენ საკანონმდებლო ინიციატივებზე და სწორედ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც მიღებული იყო კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, სადაც პრიმატი იყო უფლებების დაცვა, პაციენტთა უფლებების დაცვა. შემდეგ ეს კანონი კიდევ უფრო მაღალ უკეთეს ფორმაში სისტემატიურად მუშაობდით ამ მიმართულებით, უკვე მოგვიანებით 2010-იან წლებში და უფრო აქედაც, მაგრამ ესეთი კანონი დარჩა თითქოს ცალკე და ის რაც ხდება რეალურად კლინიკებში, ის რაც ხდება ინფრასტრუქტურებში, ინფრასტრუქტურულად სერვისებში ძალიან რთულია მაგაზე მეტყველებს ზუსტად სახალხო დამცველის ყველა ანგარიშები, რომელიც ყველა აღნიშნავს ხანდახან პერიოდულად ადამიანურ მოპყრობასაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მაგრამ მაინც ნინო მივდივართ აი ხა დაანონსდა ისევ დიდი კლინიკების აშენებას. ისევ დიდი რაღაცა სტრუქტურების და ბევრი დიდი საავადმყოფოების. რატო არ შეიცვალა ეს მენტალობა და რატო ვერ შევძველით ამის გარღვევა და ვერ მოვახდინეთ დეინსტიტუციონალიზაცია ის რაც დევს ამ კანონში და რაც არის რეალურად ის საიდანაც უნდა წავსულიყავი და ჩვენი ფედერალისტები ზუსტად თავარი ამომავალი წერტილი მენტალურ ჯანმრთელობაში არის დეინსტიტუცია. ვერ ვამბობ ამ სიტყვას რას უწოდებ დეინსტიტუციონალიზაციას. დეინსტიტუციონალიზაცია არ ნიშნავს, რომ მანდ-მაინც ყველა საავადმყოფო დაიხუროს და საერთოდ არ დარჩეს საწოლები ამ პრობლემის პაციენტებისთვის. აქ საუბარია, იცით, აი გერმანიის მაგალითს თუ შევხედავთ, ფაქტიურად გერმანიის ან ბალტიისპირეთის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ აი 100 საწოლიანი კლინიკა არის კონსორციუმში შესული, რომელსაც პარალელურად აქვს ერთი ხელი, როგორიცაა თერაპიული ბლოკი აქვს, ანუ მრავალპროფილურია, მაგრამ ამავე დროს გარკვეული ცალკე მდებარეობა აქვს, კომფორტულია მათთვის, რომ არ მოხდეს ამ პაციენტებს. აი ამის თქმა მინდა, იგივე იმ კლინიკაში, რომელშიც მე თვითონ ვიყავი განყოფილების ხელმძღვანელი მრავალპროფილურში, ევექსიზმა 2020 წლიდან შეაჩერა ეს პროგრამა და უდუშაურმა უფრო ადრე. საქმე იმაშია, რომ დეინსტიტუციონალიზაცია ხშირად მიაჩნიათ ადამიანებს, აი ბაზალია იყო ესეთი ანტიფსიქიატრი, რომელმაც იტალიაში ხელი შეუწყო დეინსტიტუციონალიზაციას და ამ ფარგლებში საერთოდ დაიკეტა კლინიკები და მე როგორც ვიცი ჩემი კოლეგებისაგან, იგივე იტალიელი კოლეგებისაგან ეს არაა გამოსავალი. ჩვენ შეიძლება სადღაც რაღაც დავხუროთ, მაგრამ პარალელურად უნდა განვითარდეს სათემო მომსახურება. თუ თემი ძლიერი არაა და შიგნით თემში არა აქვთ საწოლები, რეაბილიტაცია, სოციალური მხარდაჭერა, მედიკამენტური უზრუნველყოფა, თერაპიები და ასე შემდეგ, ყველაფერი რჩება ქაღალდზე დაწერილი. რაც არის სკანდინავიის ქვეყნებში მაგალითად. ხო, ნახეთ, მე ზუსტად აქეთკენ მივდივარ. დაცული სამუშაო ადგილები ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც არა
მარტო მიეცემათ მედიკამენტი, არამედ დღის განმავლობაში მიდიან, მუშაობენ, ბრუნდებიან. ანუ ეს არის მთელი სისტემა. მე ეჭვმეპარება რომ ჩვენ ასეთი სრულფასოვანი სისტემის შექმნა 1 წელიწადში, 5 წელიწადში შევძლოთ, მაგრამ ის რაციონალური რაც იყო და დავკარგეთ მაგალითად იმ 2 განყოფილების დახურვით, არა ძალიან არაჯანსაღი მიდგომაა ზოგადად პრობლემის მიმართ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ფსიქიატრიული დაწესებულების აშენებისაკენ, რატომაც არა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მას უნდა ქონდეს სრულიად სხვაგვარი სტანდარტი. ეს არ შეიძლება იყოს 8 სართულიანი შენობა. ეს უნდა იყოს დაბალი, ბუნებაში ჩაფლული, სადაც რეაბილიტაციის შესაძლებლობები გეძლევათ, იმიტომ რომ ამაზე არსებობს და მე როგორც ძალიან დაინტერესებულმა მიმართულებით ადამიანმა არაერთი პროექტი ვნახე და მინდა გითხრათ რომ არსებობს არქიტექტურული სტანდარტებიც კი როგორი ტიპით უნდა იყოს, თუნდაც იმ განყოფილებაში მოწყობილი არა მარტო ორკაციანი პალატები, არამედ უნდა იყოს აუცილებლად ეს განმარტოების ოთახები, სადაც ექნებათ საშუალება, რომ განაკეტავენ ადამიანებს. რბილი ოთახები კი არ არის, არამედ ადამიანებს აეძლევათ საშუალება საკუთარ პრობლემებს ჩაუღრმავდნენ. ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ამიტომ ხა ეს ცოტა ისეთია, მოდი აი ბახომდაც კიდევ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რაც ვთქვათ, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის გამოწვევა არის ძალიან ხშირად. როდის უნდა ვიფიქრო, რომ ფსიქიატრიული მხარდაჭერა მჭირდება? ფსიქიატრიული მხარდაჭერას მოდით ასე ვიტყვით, მოსახლეობისთვის უფრო ჯერჯერობით კიდევ ჯერჯერობით მიუხედავად იმისა, რომ სტიგმა გაცილებით უფრო შემცირებულია, უფრო მისაღებია ვისაუბროთ იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია როდის მოვიძიოთ. არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა. როდესაც ამჩნევს რომ შეიცვალე და დაახლოებით 2 კვირაზე მეტია გრძელდება რაღაც სიმპტომები. როგორიცაა გუნებგანწყობის დაქვეითება, ენერგიის დაქვეითება, გამღიზიანებლობა, რაც არ უკავშირდება აუცილებლად გარე მაპროვოცირებელ მოვლენებს, ეგრეთ წოდებულ ტრიგერებს. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რომ კონსულტაცია მაინც ავიღოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტისგან. ძალიან რთულია ხანდახან მისაწვდომობა საქართველოს ფარგლებში, განსაკუთრებით რეგიონებში ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ დიახ დაქსელილია საქართველო, ჩვენ გვაქვს კლინიკებიც არის უკვე სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ხელმისაწვდომობა რამდენი აქვს, როგორც ფინანსურ ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეა საუბარი. და ცოდნაზე და გამოცდილებაზე. ხო, თვითონ თქვენ გავსაუბრული არ არის მოქალაქე. ხდება რა დროს რა მოხდა მის თავს, რატომ არის ეს. ხო, მაგრამ აი ეს არ უნდა გააკეთოს ოჯახის ექიმმა. აკეთებს. აი ახალი მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი რაღაც გავაკეთეთ განვლილი 1 წლის განმავლობაში, წლინახევრის განმავლობაში. მიუხედავად გარკვეული თვალსაზრისით სტაგნაციისა ბევრი მიმართულებით, ჯერჯერობით კვლავ არიან ჩვენი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც ამაგალითად კარიტასი ჩეხეთი საქართველოში, რომელთა დახმარებითაც 10 მნიშვნელოვანი გაიდლაინი არის ნათარგმნი, ჯერ არაა დამტკიცებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა უკვე TOT, ანუ ტრენინგი ჩატარებული აქვს და მინდა გითხრათ, რომ აი დღესაც კი მქონდა 12 საათზე ტელემედიცინით ჩართვა ერთ-ერთ რეგიონთან, სადაც ფსიქიატრის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დემონსტრაცია მოახდინა პაციენტმა თავისი ჩივილების, ოჯახის ექიმის დანიშნულების რევიზია მოხდა და ასეთი სერვისები დღეს უკვე საქართველოში ხელმისაწვდომია. უბრალოდ ჯერჯერობით არის ჩანასახოვან მდგომარეობაში. რამდენად განვითარდება ნინო, შენი აზრით? თუ ამას არ ექნება სახელმწიფო ნება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ესე იგი ოჯახებიც და თვითონ ექიმებიც ხედავენ ამის აუცილებლობას. ხო, და აი მე მინდა ზუსტად ჩაგეკითხო, ეხლა წლევანდელ ბიუჯეტში პირველად ჯანდაცვაზე არის გამოყოფილი დაახლოებით 120 მილიონი. და
ხა ჩვენი სამინისტრო დიდი იმითი ანონსებს ამ პირველად ჯანდაცვის რეფორმას. არის გათვალისწინებული ეს სერვისი? ეს მე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი რომ ეს ყველაფერი ხდება გენდერულად სენზიტიური კადრების განვითარების კონტექსტში, აი ცოდნა რომ მიეწოდეს თუნდაც ცოდნა გასაგებია, მაგრამ თუ ვერ გამოიყენე ის ცოდნა, ტელემედიცინის საშუალებები უკვე დამონტაჟებულია და არის პირველად ამბულატორიებში. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ოღონდ ეს ხელმისაწვდომობა როგორ იქნება მოტივირებული რამდენად აი მე კიდე მინდა ჩაგეკითხო რომ იგივე ბალტიის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში ოჯახის ექიმები ატარებენ სკრინინგს. კი ბატონო, როგორც ადიქციურ ქცევასთან დაკავშირებით, ასევე მენტალური ალკოჰოლზე გაკეთდა მაგალითად ამ შემთხვევაში გაიდლაინი. ხო, და იგივე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხო? ანუ სადაც მაგალითად გახანგრძლივებული გლოვითი რეაქცია, გენერალიზებული შფოთვითი აშლობა, დეპრესიის სკრინინგი და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაახლოებით 6% ყოველი მე-6 პაციენტი მოდის სერიოზული მენტალური პრობლემით, მათ შორის ყოველი დაგვიანებული და რაც თავარია დაგვიანებული. და თან ამ სიმპტომების შეცნობა და ამოცნობა არ ხდება არა თუ ოჯახის წევრის მიერ, არამედ ხო და აი რამდენად ამ სკრინინგი ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ სკრინინგში ამოსული ციფრებით და დაუშვათ სიმპტომებით შევძლოთ ადეკვატური დახმარება გავუწიოთ ამ ადამიანებს. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ ოჯახის ექიმს მივცეთ გარკვეული ინსტრუმენტი, რომელიც აღმოაჩენს, რომ აქ ბოთვითი ან PTSD ან რაღაცა დაგვარი დაუშვათ პიროვნული არჩილობაა და რაღაც. რამდენად მისთვის ხელმისაწვდომი იქნება სერვისი შემდგომ და რამდენად ეს არის ზუსტად რასაც შენ საუბრობდი, ჩვენ ხო არა გვაქვს თემზე ორიენტირებული სერვისები ყველა რეგიონში, ხო? ანუ მობილური ჯგუფები, კრიზისული ეს არა გვაქვს. არა გვაქვს, ხო? ანუ განვითარებული ეს არ არის. მაშინ რაღაც გვინდა, თუ ჩვენ არ განვავითარეთ ეს მიმართულებები და დახმარება ვერ გაუწიეთ, რაღა აზრი აქვს მაშინ? სოფლიოს არც ერთ კუთხეში, სადაც სადაზღვევო დისციპლინებია განვითარებული და სადაზღვევო მედიცინაა განვითარებული, გენერალიზებული შფოთვითი აშლობის მკურნალობისთვის ფსიქიატრის ჩართულობა საჭირო არ არის. უბრალოდ მაგალითად ის რაც ძალიან ხშირად ჭირდება ხოლმე ჩვენი პროფესიით ჩვენი პაციენტებს ესაა სოციალური დახმარება მაგალითად ფსიქოთერაპიები და ასე შემდეგ ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ ფსიქოთერაპიას გარკვეული მოცულობით სახელმწიფოების პაკეტები სახელმწიფო ან კერძო დაზღვევები რა გარკვეული მოცულობით ამას თავის თავზე იღებს ჩვენ როდესაც ქალაქეს ვაძლევთ მაგალითად რომელიმე ანტიდეპრესანტს, იმიტომ რომ მოხსნათ შფოთვითი აშლობების სიმპტომატიკა, ჩვენ აპრიორი ვიცით ფსიქიატრებმა, რომ X ძალიან კარგი იქნება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, იმიტომ რომ ორმაგი დარტყმით უფრო უკეთესად გამოვიყვანთ ადამიანს და დავაბრუნებთ გარკვეულ რელსებზე. მაგრამ ვინაიდან აი ეს მეორე სერვისი ფსიქოთერაპია მიუწოდომელია, ამას რა თქმა უნდა ნაწილობრივ აკეთებს და ოჯახის ექიმი სწორად უწერს იმ მედიკამენტს, ესენციურ მედიკამენტს და პრინციპში გადამისამართება, ანუ რეფერალი ამ პაციენტისა ფსიქიატრთან, შეიძლება მოხდეს ტელემედიცინის თვალსაზრისით, მაგრამ არ ვიცი როგორ მოხდება ამის კონტრაქტირება, ჯერ მხოლოდ ჩანასახშია ეს ყველაფერი, ან B იმავე რეგიონში არსებული პირველადი ჯანდაცვის მენტალური ჯანდაცვის ობიექტზე, ანუ მაგალითად ქავთარაძეზე ჩვენ გვაქვს როგორც სტაციონარი, მაგრამ არის ამბულატორია, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ არეალს ემსახურება და თვეში ერთხელ პაციენტი მიდის ფსიქიატრთან და ასე შემდეგ. მაგრამ, აქ არის დიდი მაგრამ. სამწუხაროდ ასეთი ტიპის სერვისები ემსახურება მხოლოდ გარკვეულ ნოზოლოგიურ კატეგორიებს. მაგალითად, გენერალიზებული შფოთვითი აშლობა
მენტალური ჯანმრთელობის პირველად რგოლში არ არის გათვალისწინებული, რომ უფასო იქნება მისი მკურნალობა. ამიტომ არის ეს შეტანილი პირველად ჯანდაცვაში. გამიგეთ? ეს პირველადი ჯანდაცვრიდან არ არის. პირველად ჯანდაცვაში ჩვეულებრივად აკეთებენ სკრინის და მაგრამ გამოუწერენ ამავე დროს აი ეს არის დღეს ვართ სტადიაში როცა ჩვენ გამოწერილი პრეპარატი პირველადი ჯანდაცვის ექიმის გენერალიზირებულ ფოთვაზე რამდენად ადეკვატურია და რამდენად მას სტანდარტირებულია. არა, მაგას ანუ გაიდლაინია. კი, გაიდლაინია. და მას შეიძლება სწორედ დასვას პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და მე თუ მიზნობრიობა იქნება საჭირო. მეორე ეტაპზე გავართულოთ. ამოცანა სუიციდალური აზრები აქვს. გენერალიზებული ფოთვა პლუს ამას დაემატა სუიციდალური აზრები. გენერალიზებულ ფოთვასთან სუიციდური აზრების თანაარსებობა ნაკლებად წარმოსადგენია. ზოგადად სუიციდური აზრები არ არის პირდაპირ კავშირში, პირდაპირ კორელაციაში დიაგნოზთან გენერალიზებული ფოთვითი აშლობა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიდი დეპრესიული ეპიზოდის მართვაში პირველად ჯანდაცვაში, სწორედ ისინი უფრო ახლოს არიან პაციენტთან რეალურად თუ მიმართვიანობა არის და მათი გადამისამართება შემდეგ უკვე ფსიქიატრთან გაცილებით უფრო ოპტიმალურად ხდება, ვიდრე მაგალითად პაციენტმა ეძებოს ექიმი. ხო და აი ზუსტად მაგას გეკითხები. აი ეს რგოლი და ზუსტად ის ჯაჭვი შენ რაც ახლა დასახე და რაც ვახომ თქვა. კი ბატონო. მე დამემართა რაღაცა, ანუ შენ რაც აღწერე სიმპტომები. მე დამივიკეთ თუ თქვენ რამე დამემართა. არა, ნუ მე ვიცი ვის დაურეკო, არ მაგ პრობლემა არ არის. მე ვამბობ, აი ზემო ჯიხაისში ვიღაცა ასაკოვანი ქალი გლოვის შემდგომი გახანგრძლივი გლოვის შემდგომ აქვს დეპრესია და აი ეს ქალი დაშვება. აი აღწეროთ ზუსტად ეს აი დღეს რა გვაქვს დღეს და სამივდივართ. სამეგრელოდან იყო დღევანდელი ჩართვა, არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა დეპრესიული მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში ზომიერიდან ღრმასკენ გარდამავალი, იმყოფება ოჯახის ექიმის დანიშნულებაზე, მანამდე აღებული აქვს 7 წლის განმავლობაში 9 სხვადასხვა ფსიქიატრისაგან ძალიან საინტერესო დანიშნულებები და მინდა გითხრათ ეს ქალბატონი ამბობს, რომ აი ოჯახის ექიმის თვიური კომუნიკაცია მასთან აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო ეფექტური. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ რეგიონში მართლაც არ არის ფსიქიატრიული დახმარება და ამ პაციენტს რაღაც მაშველი რგოლივით მაინც აქვს ამ ეტაპზე, რომ მიიღოს ასე. ანუ ეს ყველა რეგიონში ესე იქნება. სავარაუდოდ ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში ესაა ჩანასახოვანი ზურა. მე ხა ვამბობ, რომ ამის სრულფასოვანი მოზვა როდის იქნება, არ ვიცი, უფრო მეცად გეტყვით. პრობლემები რაც თქვენ ბრძანეთ, შეიძლება დავუყოთ რამდენიმე ჯგუფად. ერთი ეს არის ფიზიკური ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურა, გეოგრაფიული და მეორე პროფესიული, ადამიანური რესურსი და აქ პირველადი ჯანდაცვის რგოლი, როგორც ხვდები, სასიცოცხლო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმიტომ რომ რამდენად არსებობს დღეს ან ფორმალიზებული კურიკულუმი, ან თქვათ იმ საკითხების ჩამონათვალი, მათ შორის თქვენი კოლეგების ფსიქიატრების რესურსი რომლებმაც შეიძლება მოამზადონ პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები, თქვათ თუ არის ექსპერტებმა, იცით რა, აქ მივდივართ კლასიკური ევროპული გამოცდილებებით. როდესაც მზადდება სისტემაში რაღაც რაოდენობა სპეციალისტების, training of trainers, რომლებიც შემდეგ ამ ინფორმაციას ავრცელებენ თავის თემში და უკავშირის დროს ჩვენ მზად ვართ ექსპერტები, ყველაფერი იქნება იმისთვის მზად, რომ ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი. მაგალითად, ზურა ძალიან კარგად იცი, რომ ნარკოლოგიური საკითხი, რომ მოდის მე იქ ვხურავ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ექსპერტს ვკითხო და მოსაზრება მივიღო. მაგალითად, ესეც სერიოზული პრობლემაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს დუალური დიაგნოზები და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ თემში უნდა იყოს მომზადებული რაღაც ჯგუფი ადამიანები,
მოხსენების, რომლებიც ინფორმაციის გამტარები ხდებიან. სხვა მეთოდი რეალური, ეხლა თავიდან მათი გადამზადება წარმოუდგენლად მიმაჩნია. გარდა სამედიცინო შენ თავიდანვე თქვი, გარდა სამედიცინო კონტექსტისა აუცილებელია მხარდაჭერა. ესეთი ტიპის პაციენტებს არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება მძიმე პროცესუალური დაავადება თუ დაუშვათ რაღაცა პიროვნული აშლილობა, ნებისმიერი ესეთი ტიპის პაციენტ ჭირდება მხარდაჭერა. ანუ ეს არის სოციალური მუშაკები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის. ახლა მე ნორვეგიის მაგალითი კიდე ერთხელ მინდა მოვიყვანო, რომ ძალიან დიდი ტვირთი სკანდინავიური ქვეყნების ზოგადად. ყველაზე ქვეყნებზე საუბრობ. არა, დიდარ ქვეყნებზე, მაგრამ შეხედე რატო საუბრობ ამაზე, იმიტომ რომ იქ სწორედ არის გადანაწილებული სამედიცინო მხარე და მეორე მხარე, ანუ სოციალური მხარე. აი სოციალურ მხარეზე მომზადებული სოციალური მუშაკები, რომელსაც ძალიან მაღალი ცოდნა აქვს, საკმაოდ ბევრ საქმეს აკეთებენ იმას, რასაც შეიძლება ექიმის მერე ძალიან ცოტა საქმე რჩებოდეს. იმიტომ რომ ექიმი ბევრად უფრო ძვირადღირებულია, იქ და ბევრად უფრო ჩვენთან როგორა? ჩვენთან საერთოდ არ არის. მაგაშია თელი ანუ შეხედე ფსიქიატრიას 90-იანი წლებიდან ვიბრძვით, რომ რაღაც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრები გავაძლიეროთ. ეს თქვენთვის არ არის უცხო, იმიტომ რომ იგივე დღეში ხართ. ზუსტად იგივე. შეხედე მაგას ვამბობ, რომ შენ როცა ლაპარაკობ, რომ გარკვეული ის იგივე ამ ქალბატონი ავიღოთ, ხო, X ქალბატონი, რომელსაც იქ ჭირდება რაღაცა და ოჯახის ექიმი ეხმარება, ის სამედიცინო მხარეს მაინც მართავს მხოლოდ და არა მის სოციალურ პრობლემებს, რომელიც ამ ქალბატონს აქვს. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, რომ აი მაგას ვეძახით ჩვენ დეინსტიტუციონალიზაციას ზოგადად, თემზე ორიენტირებულს, ანუ ეხა ცოტა პოლიტიკაც მინდა ამაში ჩავთო, შეხედე მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხედვა, ანუ ფედერალისტების ხედვა ამასთან დაკავშირებით არის ზუსტად ის, რომ ჩვენ თვლით, რომ აი ის რომ არ იყოს, ანუ ადამიანს კონდეს ყველანაირი, ანუ პირველი ის რომ მუნიციპალიტეტებში უნდა იყოს და თვითონ მუნიციპალიტეტი უნდა განსაზღვრავდეს სწორედ მის პრიორიტეტებს და საჭიროებებს, იმიტომ რომ სამეგრელოში მაგალითად გლოვის შემდგომ დეპრესია ბევრად უფრო მაღალია ვიდრე კახეთში. ხო, კულტურული ჭრილი. მოდი ზურა შევთანხმდეთ რა, როგორც მე არ შემოვდივარ ძალიან ღრმა დებატებში ხოლმე ნარკოლოგიისა და დამოკიდებულებას. მე უბრალოდ ვამბობ. მინდა გითხრათ, რომ ის რაც გარედან წვავეთ ჩანს კულტურულ კონტექსტში ნორმა სხვანაირია იქ სხვანაირია. მე უბრალოდ შედარებას ვამბობ. მუნიციპალიტეტი სიმძიმეს. არა, მაგას არ ვამბობ. მე უბრალოდ კონტექსტში ვთქვი, რომ შეიძლება სამეგრელოში რაღაცეები იყოს სხვანაირად, კახეთში იყოს სხვანაირად, გურიაში სხვანაირად, ქუთაისში სხვანაირად. შეიძლება კონტექსტში ერთი იყოს კულტურალური დაუშვათ რაღაცა, მაგრამ რაღაცა პათოლოგიები, რომელიც დაუშვათ უფრო დამახასიათებელ, მაგალითად პოსტტრაუმული სტრესული სინდრომი. სხვა გამოხატვა. ამიტომ ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, არის მუნიციპალიტეტზე მორგებული. ხტები, ან შენ როგორ უყურებ ამას? კარგი, მაგი მინდა გითხრა, რომ აი რამდენად ეს უნდა იყოს ყველაფერი ცენტრალიზებული. არა, არ უნდა იყოს ცენტრალიზებული. მოდით ახლა ვთქვათ რა. პირველი და უმთავრესი ჩემთვის ზოგადად ერთადერთ მიღწევად ბოლო 10 წლის განმავლობაში ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, რასაც ვხედავ, არის ის, რომ უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით და უცხოეთის ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორის ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია ბევრ რაღაცას აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც კლინიკებში არ იყოს წამება, არ იყოს ღირსების შემნახავი ყოფა. მაგალითად შევიტანოთ კარიტასის საშუალებით, ახლა ცოტა ხანში გეგმავთ, რომ ტრენინგი ჩავატაროთ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვნიშნავთ ხანდახან წამლებს ისე, რომ არ ვითვალისწინებთ ქალის პროფილს, მამაკაცის პროფილს და ასე შემდეგ. ამ ოქროს მონაპოვარის დაკარგვა არ მინდა.
მინდა და იმიტომ ვსაუბრობ, რომ პირველადი ჯანდაცვა დღეს გარკვეულწილად გამოცოცხლდა იმ თვალსაზრისით, რომ ამოცნობა დაიწყო იმ ელემენტარული სიმპტომატიკის, რომელიც წლების განმავლობაში საერთოდ ნიველირებული იყო. შემოვიდოდა, გამოუწერდნენ წნევის წამალს და წავიდოდა. ისე რომ ნევროლოგთან გადამისამართებდნენ. ნევროლოგთანაც არ ამისამართებდნენ, მინდა გითხრათ და აქედან გამომდინარე, წნევის წამალი არ შველოდა, იმიტომ რომ იქ გენერალიზებული შფოთვითი აშლილოება იყო, ჩაფენილი. არ შველოდა მაგალითად მადის მოსამატებელი საშუალება, იმიტომ რომ დეპრესია იყო წინა პლანზე წამოწეული და ამის ამოცნობა, რომ რაღაცა ჯგუფმა დაიწყო, ეს მე მიმაჩნია ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯად და აი ხა იცით რა, ნაბან წყალს ვერაფრით ბავშვს ვერ გადავაყოლებ. შეგვიძლია დღეს ჩვენ თქვათ, რომ პირველადი ჯანდაცვის აი ამის თქმა მინდოდა. მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მეტნაკლებად კვალიფიციური, ესე ვთქვათ, რჩევა მაინც მიიღოს. კი ბატონო და რეფერალს გაუკეთებენ ყოველ შემთხვევაში. ამაში ინსტრუქციულად უკვე წასულია მოსახლეობაში არის ამის შესახებ ინფორმაცია. ეხლა რაც შეეხება სპეციალიზირებულ სერვისებს, ძალიან რთულია ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ როგორც აგიხსენით, თუ როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს სპეციალიზირებულ სერვისებზე, გარკვეული ტიპის პრობლემები არ ფინანსდება. თქვენ ფსიქიატრთან მიხვალთ, კერძო სტრუქტურაში თუ მიხვალთ სახელმწიფოს მიერ მართლობაში, სახელმწიფოს მართვაში, მართლობის ქვეშ არსებულ დაწესებულებაში, თქვენ უნდა გადაიხადოთ. მაგრამ ხანდახან განსხვავებაა. მაგალითად, თუ სახელმწიფოს მიერ მართულ დაწესებულებაში თქვენ გინდათ უმკურნალოთ იმ ნოზოლოგიას, რომელიც არ არის ჩამონართვალში, მაგალითად ადაპტაციის დარღვევები. თქვენ შეგიძლიათ ადაპტაციის დარღვევებში აქ სპეციალისტთან უფრო ცოტა გადაიხადოთ, ვიდრე კერძო სტრუქტურაში. აი ამიტომ ხა მინდა კითხვა. აი სკრინ პირველად ჯანდაცვის საკითხს ასე ვთქვათ დავასრულებ ჩემთვის. სომატურ მედიცინაში რეალურად კარგად ვიცით, რომ სკრინინგს აქვს ძალიან დიდი როლი. იქნება ეს აი ზუსტად ეს საკითხი მაინტერესებს, რამდენად აქტუალურია და თუ არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ აი 50 წლის ასაკში მამაკაცმა უნდა შეიმოწმოს პროსტატის სიმსივნის სკრინინგი გააკეთოს, ონკოლოგიური სკრინინგი გააკეთოს და შემდეგ. თუ არსებობს რაიმე მსგავსი საკითხი, ანუ ვინ უნდა გავიაროთ სკრინინგი და თუ შეიძლება რომ ეს არასპეციალისტების მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის სახით მივაწოდოთ. დემენციის სკრინინგის ინსტრუმენტი ჩადებულია დემენციის მართვაში პირველადი ჯანდაცვის რგოლში. და იქ პირდაპირაა მითითებული, თუ ადამიანს აქვს ჩივილები, მეხსიერების დეფიციტზე, მან უნდა გაიაროს სკრინინგი ოჯახის ექიმმა, უნდა ჩაუტაროს და გარკვეული ქულების მერე უკვე მოახდინოს მისი ან რეფერალი, ან დანიშნოს ის, რაც მის ხელთაა იმ კონკრეტულ მომენტში. იქ უფლებები არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული და პლუს კიდევ ყველა ამ სასკრინინგო ყოველ შემთხვევაში ამ guidelines აქვს თავისი აუდიტი. ანუ დაწესებულება შემოწმდება იმის მიხედვით, რამდენი სკრინინგი ჩაატარა და მოხდება ასე შემოწმება იმ თვალსაზრისით, რომ 60 წლის ზემოთ მომართვა იყო 100, რამდენს ჩაუტარდა მაგალითად დემენციის სკრინინგი. მოზარდობის ასაკში მიიღეს რაღაც ჯგუფი ბავშვებს მაგალითად მიაქციეს ყურადღება, რამდენს ჩაუტარდა სკრინინგი მაგალითად დეპრესიაზე. ანუ დეფინირებული ინდიკატორები არსებობს, რისაც შეგვიძლია შევაფასოთ. ძალიან კარგი გაიდლაინებია დამერწმუნდა. ვინ ჩაატარებს ამის მონიტორინგს, რამდენად სწორედ ჩაატარა? აი ეს არის უკვე საინტერესო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე სავარაუდოდ ანგარიშგებაში ექნებათ, მაგრამ მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ამას ჩართულები არიან პირველად აქ არის პირველად ზოგადად სისტემური პრობლემა მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამები. აქ არიან ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ სანამ არიან. ხო, სანამ
ну, რა ვიცი, ხა ფსიქიატრთა პროფესიულ საზოგადოებას თუ გაგვაუქმებენ, არა მგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით, რომ ბოლომდე მონიტორინგი ჩაატაროთ. დღეს პრაქტიკულად ფსიქიატრია მთლიანად არის მიბმული სახელმწიფოს. ხო ესეა. რატო არაფინანსებს სადაზღვეო კომპანიები? რა არის ამის მიზეზი? სადაზღვეო კომპანიების არ დაფინანსება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. თუ ეს არის ჩვენ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში განვითარებული კერძო სადაზღვეო კომპანიებს სადაზღვეო კომპანიებს გულისხმობ, იმიტომ რომ რეალურად დღეს ნებისმიერი ფსიქიატრი მწვავე იქნება ეს თუ ქრონიკული პრობლემები, დღეს ამას მხოლოდ სახელმწიფო აფინანსებს, ხო? მადლობა, კარგი კითხვა. მინდა გითხრათ, რომ არ არის მთრალთ ესე, გააჩნია რა ტიპის დაფინანსება აქვს ადამიანს. მაშინ, როდესაც კერძო ფსიქიატრულ დაწესებულებას ფუნქციონირება შეზღუდული არ ქონდა და ერთ-ერთი პირველის თანადამფუძნებელი გახლავართ ჩემს კოლეგებთან ერთად, ჩვენი გქონდა სხვადასხვა სადაზღვეობიდან წამოსული თანხებიც, მერიიდანაც მოდიოდა თანხები, იმ შემთხვევაში თუ პაციენტები მიმართავდნენ და ჯიბიდან გადასახადი, მაგრამ ეს იყო ძალიან დაბალი პროცენტი, ძალიან ცოტა იყო. ანუ სადაზღვეო პრინციპებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვა ზოგმა კომპანიამ აიღო თავის თავზე რაღაც გარკვეული მოცულობით და რაღაც გარკვეული მოცულობით არ აიღო. მე ხშირად მქონია ხოლმე ასეთი შეთავაზება, მაგალითად სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომ როცა იძლევით ლიცენზიას საქმიანობაზე, ეგ სავალდებულოდ იყოს ჩადებული შფოთვითი სპექტრის მკურნალობაზე, რომ ჯიბიდან დანახარჯები არ ქონდეს ადამიანებს. თქვენ ახსენეთ ახალგაზრდები. ახალგაზრდები დაზღვეულები არიან, იმიტომ რომ თუ ისინი სწავლობენ უნივერსიტეტში, მათ აქვთ სტუდენტური დაზღვევა. რატომ არ უნდა იყოს სტუდენტური დაზღვევა მიბმული მენტალური ჯანმრთელობის კონტექსტზე? მაშინ, როდესაც მართლა ძალიან მაღალია და უფრო მეცაც გეტყვით. მე აი ამ ბოლო 2 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ავწიოთ ცნობიერება, ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე ყველა საშუალებით იგივე სტუდენტებთან ღია შეხვედრები გვაქვს ხოლმე და ვსაუბრობთ და ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კოვიდის პანდემიის შემდეგ, რამაც ისედაც ციფრობრივად გაზარდა სწორედ შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსიური და მთელი რიგი ტიპის ესეთი შფოთვითი სპექტრის დარღვევები და ხშირად ვსაუბრობ იმაზე, რომ მაგალითად დოქტორანტებს იცით რომ თუნდაც აი დაწერის მომენტში მათ შეიძლება გაუჩნდეთ ეგრეთ წოდებული imposter syndrome, ანუ არ მიმსახურებ ამას, რასაც ვაკეთებ და აი თვითგვემის მომენტი წამოვიდეს და საერთოდ შეწყვიტოს სწავლა. ხო, ეს ამ მსოფლიო პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ამის შესახებ არ იციან და ამ ბოლო დროს გამოჩნდა ისეთი პატარა ინტენსიური პროგრამები, სადაც ამ თემებზე დავიწყეთ საუბარი. მაგრამ ესაა კერძო ინიციატივები. ეს არ არის პოლიტიკური მიდგომა და უფრო მეცაც გეტყვით, ძალიან კარგი დაწერილია ის, რაც მაგალითად მეორე სტრატეგიული გეგმაა შექმნილი უკვე აი ბოლო 15 წლის განმავლობაში. ძალიან კარგი არის თუმცა არ ვიცი. მე თუ გეუბნებით რომ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ხო, მაგრამ წინა გეგმა როგორ დასრულდა და რატო დავიწყეთ ახალზე მუშაობა, რომ არც იქ არ იყო შესრულებული. რეალ შეფასებულიც არ არის ინდიკატორი. მაგას ვამბობ, ესაა პრობლემა. მაგია ზუსტად რომ ჩვენ ვერ ვაგებთ ვერანაირ სტრატეგიებს, იმიტომ რომ არ ვაფასებთ იმას, რაც ხდება. ხო, წინას გინდა და პასუხისმგებელი არ
ჩანს. ანუ მუხლს რომ ჩავწერო, მე ავაშენებ 10 საწოლიან, 5 კლინიკას და მულტიდისციპლინური, მაშინ სადამ აქვს მე ეს მულტიდისციპლინური გუნდი, სადამ აქვს მე ეს მრავალპროფილიანი საავადმყოფო კერძო, რომელიც არ მიმიღებს, იმიტომ რომ მეტყვის რომ მე აქედან მოგებას ვერ ვხედავ და აი მაგალითად აი ის საკითხი, რასაც ქვია რა ვქნათ ახლა ჩვენ გვაქვს გამოცდილება სარაჯიშვილის, რომელმაც დაიწყო საზოგადოებისთვის მსახურება და რაღაცების შექმნა ისეთი, რაც არ იყო კონიაკთან და სასმელთან დაკავშირებული, არა? ანუ გარკვეულწილად რაღაც ხომ შეიძლება გაკეთოს ისეთი ამას კიდევა უკაცრავად ჩავერთე რეალურად აი ჩვენი გეგმით მსგავსი პროექტები იგივე საგამართლო და მათ შორის სამედიცინო მოითხოვს სპეციალურ სტიმულებს და სახელმწიფოს როლი ჩვენი აით არის ზუსტად ეს, რომ ჯანსაღი სტიმულების შექმნას და ბევრი მათ შორის ფინანსური სტიმულების შექმნას, ინცენტივები ფინანსური სახელმწიფო საქმე არ უნდა იყოს, ბიზნესი უნდა იყოს, ბიზნესი უნდა იყოს, მაგას ვითხოვდით სადაზღვევოში ლიცენზიას რო აძლევ, უთხარი რომ 100 кейსიდან შენ მაქსიმუმ შეიძლება შეხვდეს მოდი 6-7 кейსი. აი ეს თუ არის ფოთვითი აშლილობა დააფინანსე, მიხედე, წამალი გადაუხადე და ასე შემდეგ გამიგეთ. F დიაგნოზი არაა კატასტროფა. აი მაგ მივდივარ ნინო და მინდა დაგისვა ძალიან ეს ერთი და მეორე მომენტი კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაზღვევო ერთი, მაგრამ მრავალპროფილურ კლინიკას რომ აძლევ სერტიფიცირებას უკეთებ, ლიცენზიას აძლევ, საქმიანობის უფლებას აძლევ და ასე შემდეგ. უთხარი რომ ერთი განყოფილება ბჭყალებში წამგებიანი არასდროს არ არის ფსიქიატრია, უბრალოდ მომგებიანი არაა. მოდით, აი თავისთავი რენტაბელურიც როგორ გითხრათ, იცით რა, მე მგონი რაღაც მორალური ინცენტივები უნდა გქონდეს, რომ მენეჯმენტის პირობებში ყველაფერი ფსიქიატრიაც მომგებიანი შეიძლება გახდეს და ხარისხიანი. მე მაგ ეხა კითხვა ნინო შენთან და შენი პოსტებიც გვახსოვს იმ кейსთან დაკავშირებით ძალიან ცუდი кейსი, რომელიც იყო ცოტა ხნის წინ, აი პედაგოგს, რომელსაც აღმოუჩინეს F დიაგნოზი. სადაც დიაგნოზი არ ყოფილა, მოდით. არა, მე ვამბობ ტენდენციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არ იყო ეს F დიაგნოზი. აქ საერთოდ არ იყო და რატო აღმოჩნდა ჩემთვისაც? კაი, მოდი, ეს кейსი, მაგრამ ხო ვიღაც შეიძლება აღმოაჩნდეს. ხო, ვიღაც შეიძლება კონდენსებისთვის დავაზუსტებ F დიაგნოზი. ეს არის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის დიაგნოზი. კი ბატონო. აი მე ხვალშიც აქვე დავაზუსტებ, ყველაფერი შედის, ესე იგი დაბადებიდან გვიანასაკამდე, ალცჰაიმერის დაავადებიდან დაწყებული, დამთავრებული ბავშვთა ასაკში ჩლიფინით, თლიფინით და დაუშვე და ადიქცით. ყველაფერი შედის. შიზოფრენია, ფოთვითი დარღვევები, სექსუალურ სფეროში არსებული გარკვეული თავისებურებები და დარღვევები, ყველაფერი შედის. არტიკულაციის დარღვევები, ყველაფერი შედის. უნდა გვეშინოდეს F-ის. ხო, გაჩნია რისი გვეშინია. შეხედე, მე მაგიტო გისვამ კითხვას, რომ სტიგმა ზუსტად იქმნება მაშინ, როცა ადამიანებს რაც ვახომ თქვა, მე დამაწვენენ ფსიქიატრიულში, გამიშვებენ ექსპერტიზაზე. აი, ხვდები, ეს არის არაინფორმირებული მოქალაქე. რაც არის ყველაზე ცუდი და ჩვენი ზუსტად ჩვენი პარტიის, ასე ვთქვათ, ცოტა პარტიულ რაღაცებს შემოვიტან, იმიტომ რომ პარტიული არ არის ნინო პარტიული, მაგრამ შემოვიტან, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, გზავნილი, რომ მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული, თავისუფალი და უნდა იცოდეს.
იყოს. დღეს ადამიანებს უჩდება სამწუხაროდ ესეთი განცდა და მე და შენ აი სანამ დავიწყებდით იგივე მართვის მოწმობასთან დაკავშირებული პრობლემებთან დაკავშირებით F დიაგნოზის მქონე ადამიანებს ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ხო? ანუ ეს არის იგივე მართვის მოწმობის პრობლემა, ეს არის იგივე დაუშვათ რაიმე დანაშაულის ჩადენის თუ რაღაცის გამო მათი დასჯის, ანუ გახდა ფსიქიატრია ისევ დასჯადი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. ან ჩვენ მივიღეთ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საკანონმდებლო ისეთი ლაფსუსი თუ შეცდომა თუ გადაცდომა, რომლის აღიარებაც არ გვინდა და რომლის დანახვაც არ გვინდა. მაგალითისთვის ვიტყვი ორ რაღაცას. პირველი ის, რომ თუ ოდესმე მაინც რაღაც ეტაპზე თქვენს ანამნეზში, თქვენს სამედიცინო რუკაში, სამედიცინო ისტორიაში, სამედიცინო რუკაში გაჩნდა ჩანაწერი F-ი, ანუ რომელიმე, ისა შეიძლება პრობლემები შეიქმნას მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით. ერთი მაგალითად. ამ დროს მაგალითად მოზარდობის კრიზისი რომელმა არ გადალახეთ ერთი მაინტერესებს. რო არ გადაგელახათ, ზრდასრული ვერ გახდებოდით. ვიღაცას უფრო მწვავეთ აქვს და ადაპტაციის დარღვევებში გამოიხატება. შეიძლება ცოტა მოწყენილი იყოს მეტად და რაღაცა და დედამ, რომელმაც სიმპტომები იცის, მიიყვანა ექიმთან, ექიმმა გააფორმა და ეს შეიძლება გახდეს რაღაც პრობლემების შექმნის საფუძველი. მოგვიანებით. და გამოსავალი აქედანაც არის. რეალურად გზა გრჩება, რომ წახვიდე ექსპერტიზაზე და თქვა, რომ იქ რო რაღაცა იყო, ეხლა ეს არ არის. მაგრამ ესაა ხარჯებთან დაკავშირებული, ესაა დროსთან დაკავშირებული და გარკვეულწილად სტიგმასთან. ამიტომ რაღაცნაირად შეზღუდვა დაიწყება, მე ასე ვხედავ, თუ ამას არ მოევლო, მე სასაცილო ისიც მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი ჩვენს პირად საუბარში და არ შეიძლება ასე ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა. ზოგადად უფლება რომ ადამიანმა მაგალითად მართვა განახორციელოს მანქანის უკავშირდება იმ დროს, იმ მომენტში და ზოგადად მეტალურგია რომ არ შეიძლება რომ მანქანა მართო კაცო. ხო, ნუ ამით ვერაფრით ვერ შეაჩერებ რაღაცა რისკებს, იმიტომ რომ რისკი ყოველთვის არის. საქმე იმაშია რომ ანუ ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე რომ რეალურად დღეს არსებული კანონმდებლობა საჭიროებს სერიოზულ რევიზიას. მათ შორის არის თემა, რომელიც ძალიან მტკივნეულია ფსიქიატრიული სტაციონარებისთვის. ზურა ძალიან კარგად იცი, რომ სტრუქტურა ფსიქიატრიული საწოლის შეიცვალა და შეიცვალა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ჩვენთან ხდება დუალური დიაგნოზი, ორმაგი დიაგნოზი და ამ ორმაგი დიაგნოზის ფარგლებში ორმაგი დიაგნოზი არის დიაგნოზი, როდესაც ერთსა და იმავე პიროვნებას აქვს ორი დიაგნოზი სწორედ ამ მენტალური ჯანმრთელობის ჩამონათვალიდან, მაგრამ ამ ორიდან ერთი აუცილებლად არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევა. მაგალითად, აღკვეთის მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ცნობიერების შეცვლად შეიძლება დაეწყოს, ან განუვითარდეს დელირიუმი და ამის პარალელურად იყოს მისი მოსაზღვრე პიროვნული აშლობა, რომელიც სუფთა ფსიქიატრიული დამოუკიდებელი დიაგნოზია. ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამო გამოწვეული ინტოქსიკაციური ფსიქოზი. კი ბატონო, და ამ მდგომარეობაში ადამიანი ხვდება ნარკოლოგიურ კლინიკაში, მაგრამ ნარკოლოგიურ კლინიკას არ აქვს უფლება, რომ არანებაყოფლობითად უმკურნალოს ადამიანს, რომელსაც აქვს შეცვლილი ცნობიერება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან სხვას და შესაბამისად
როდესაც იძულებულია ეს ადამიანი გადაიყვანოს ფსიქიატრიულ კლინიკაში. აქ ვაწყდებით ძალიან დიდ პრობლემას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ კი ვწერთ, რომ ორმაგი დიაგნოზია, მაგრამ რეალურად ინტოქსიკაციური ფსიქოზია, რეალურად დელირიუმია, რეალურად შეიძლება ფსიქოზი იყოს ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული. და რა ხდება? მაგალითად ეს ადამიანი, რომელიც ამ კლინიკაშია, ჩვენ უკვე გვაქვს უფლება მივმართოთ სასამართლოს და 48 საათის განმავლობაში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გვაძლევს თუ არა ჩვენ ექიმებს უფლებას, რომ დაუწყოთ მას მკურნალობა. ანარნებაყოფლობითი მკურნალობა არ გულისხმობს რაღაც ესე იგი მიესაჯა რაღაც ადამიანს და ასე შემდეგ. ნუ რაც ავალდებულ მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ შენთან არა ვიცი და ამიტომ ამ თემას და ნახეთ რა არის ძალიან საინტერესო. ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს დარეგულირებულია არა მიბმით ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან, არამედ სტატუსით. თუ ადამიანი უქმნის საფრთხეს, მაგრამ არაა შიგ ჩამოწერილი. ეს არის F-19-ით, F-00-1-მდე, 10-მდე, ანუ ეს არა განსხვავებულად, მაგალითად შეიძლება ალცჰაიმერის მქონე პაციენტს ქონდეს ისეთი მდგომარეობა და ზუსტად ესე და არ არის ეს შეზღუდული. მე მინდა დაუბრუნდე იმ საკითხს. რა ხდება სახელმწიფოს დონეზე და რა იცვლება. მე მინდა ვთქვა რომ და გავიხსენო მართალია მე იმ პერიოდში არ ვიყავი, მე უკვე როცა მოვედი ფსიქიატრიაში, ეს ორი დარგი ერთმანეთსაგან იყო გამიჯნული. ეს არ ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ესაა პოსტსაბჭოთა სივრცის საჩუქარი, ანუ საბჭოური აზროვნების საჩუქარი, როდესაც ებრძოდნენ ნარკომანიას მედლის ერთი მხარეა, როდესაც ნარკომანია აღიქმებოდა იდეოლოგიად, აღიქმებოდა იმას, რომ იდეოლოგიას ებრძვის და ძალიან უახლოვდება, არ შემილია. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ დაგვიდით ფილოსოფიურ ტერმინებს არ ვიხმარ მეთქვი, მაგრამ მიშელ ფუკოს უკავშირდება ისევ. იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ ფსიქიატრიული სერვისების ხარისხი და ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი მეჩინგია. ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. და ის ამბობდა, რომ სწორედ საზოგადოებრივი აზრის შექმნა და უშუალოდ ეს პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება და როგორ ამბობდა, იცით, რომ აი ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ის შეისწავლიდა როგორც ციხეში, ასევე ფსიქიატრიულ კლინიკებში. და ის ამბობდა იმას, რომ ფაქტიურად ძალაუფლების სტრუქტურა გადის არა ჩვეულებრივ ადამიანებზე, არამედ სწორედ აი ამ სივრცეებზე. აი ესაა ყველაზე რთული ჩემთვის მისაღებად, როდესაც მაგალითად მესვეურებს და გადაწყვეტილების მიმღებებს ზეუბნები, რომ აქ წამალი აუცილებელი არის, აქ აუცილებელია ხარდაჭერა და აქ აუცილებელია გარემო. არ შეიძლება 5 პაციენტი ყავდეს ერთ ოთახში, თუ ჩვენ საუბრობთ ხვალინდელ ფსიქიატრიაზე. აუცილებელია იგივე სამედიცინო პერსონალის გადამზადება აი ამ ჰუმანურ მიდგომებში. ჩვენ მოვდივართ იმ საზოგადოებიდან, სადაც იყო პატერნალისტური მიდგომა. მე ვარ ღმერთი და შენ რასაც გეტყვი, ის უნდა შეასრულო. დღეს ფსიქიატრია ასე აღარ მუშაობს არც ერთ ქვეყანაში. დღეს ფსიქიატრი პაციენტს ეკითხება, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი პაციენტს ეუბნება, ჩვენ გვაქვს 2 წამალი. ამას ეს გვერდითი მოვლენები აქვს, ამას ეს გვერდითი. მოდი ერთად ვიმსჯელოთ, რომელი გვირჩევნია ამ ეტაპზე. ეფექტურობა მეტია მაგზის, რასაც ვებძალეთ. და მიმყოლობა, დამყოლობა როგორც გინდათ ისე უწოდეთ, რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და აი მაგიტომ მინდა ბოლო ესეთ კითხვა, არ ვიცი სად ვართ ვამთავრებ. ჯერ გვაქვს ხო დრო. მე მინდა ერთი ძალიან ისეთ კითხვა დაგისვა. შენ როგორც კლინიცისტი, როგორც პროფესორი
რას ხედავ რა პერსპექტივას ხედავ ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ ქვეყანაში? ჩვენ ქვეყანაში აი იმიდან რაც აი დავუშვათ ვარ ყველაფერი გადასახედია. დაწყებული ყველაფერი გადასახედია და აუდიტია გასაკეთებელი. იცით, ის რაც იყო 2022 წელს და რაღაც ჩანასახოვან სტრუქტურებში არსებობდა, მაგალითად დიდი მიღწევაა მობილური გუნდი. დიდი მიღწევა, ანუ მძიმე ფსიქიატრიული პათოლოგიების მქონე ადამიანები, რომლებიც წელიწადში 2, 3, 4 თვე იწვნენ, ისინი როდესაც გარეთ გავიდნენ, ფაქტიურად მათ შეექმნათ მომსახურება, რომ სახლში მიდიან, მიაწვდიან პრეპარატს, რაღაც მეთვალყურეობა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ მთელი რიგი რეგიონები გვაქვს ამ სერვისების გარეშე დარჩენილი. ეს ერთი, მაგრამ საქართველოში ამ სერვისის განვითარება ჩახშულია და გეტყვით რატომ? როცა საწოლდღე 100 კაციან კლინიკაში არის 49 ლარი დღეში, სახელმწიფოს უფრო იაფი უჯდება ამ კაცის შენახვა შიგნით სტრუქტურ კლინიკაში, ვიდრე გარეთ მასზე დახარჯულ ისინი. ამიტომ არის რომ ესაა მორალური ბევრი დიდი ავანტყოფია შენად. ამიტომ არის მორალური ინცენტივები გასაკეთებელი. აშენდეს 100 კაციანი საავადმყოფო, მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ შიგნით სტრუქტურა შეიძლება იყოს სხვანაირი. ის 100 კაცი გამომწყდეული არ უნდა იყოს. იმ ადამიანს უნდა ქონდეს რეაბილიტაციის მისაწვდომობა. გავიგება ნინო, მაგრამ ჩვენ ხო ამ საავადმყოფოს ვაშენებთ, რომ გამოვკეტოთ ეს ხალხი. ხო, არ ვიცი, მე არ მინდა რომ ესე დავიჭერო. ეხა ესეა, ხო, ანუ პრაქტიკა ხო ესეთია. ხო, რეალური პრაქტიკა ხო ესეთია. ცნობიერების თვალსაზრისით და აი სახელმწიფოს და თქვათ საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობით, რასაც გადავხედეთ, თქვათ წარმატებულ გამოცდილებას. წარმატებებს მიაღწიეს იმ ქვეყნებმა და იმ სისტემებმა, სადაც მენტალური ჯანმრთელობა და ფიზიკური ჯანმრთელობა რეალურად გახდა თანაბარი. და ზუსტად ერთი გამოწვევა, რეალურად ზურა მახსენა უნდა გვეშინოდეს თუ არა F დიაგნოზის. შეიძლება ასეთი კატეგორიული მსჯელობა, რომ დეპრესიის უნდა გვეშინოდეს ზუსტად ისე, როგორც გვეშინია ონკოლოგიური პათოლოგიის, ან მაღალი წნევის, ან მაღალი ქოლესტერინის. რამდენად თქვათ ამის აღქმა არის საზოგადოებაში, ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი გამოწვევა და თქვათ სახელმწიფოს როლი ამ თვალსაზრისით, რომ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა ეს თქვათ გავათანაბროთ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. 21 საუკუნის არც ერთი დისციპლინა, სამედიცინო დისციპლინა არ ვითარდება ბიოფსიქოსოციალური პარადიგმის გარეშე. ეხება ეს ტუბერკულოზს, თუ ეხება ეს შიზოფრენიას. ამიტომ სანამ ეს პარადიგმა არ გახდება დომინანტური, მანამდე ძალიან ძნელია საუბარი. ანუ იქ სადაც ვანვითარებთ სამედიცინო სერვისს, იმას უნდა მიებას, როგორც თუ ბიოლოგია, მაგალითად, მრავალპროფილური კლინიკა. იქ უნდა იყოს ფსიქიატრიც უნდა იყოს, სოციალური მუშაკიც უნდა იყოს, რეაბილიტაციაც უნდა იყოს და სწორედ ამაშია სისტემური ხედვა. პრევენცია არსად არ არის გატანილი კლინიკის დონეზე. პრევენცია სწორედ არის იმ სტრუქტურაში, რომელშიც უნდა იყოს, მაგალითად NCDC, ესე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ პირველად ჯანდაცვაში, რა თქმა უნდა. აი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენცია. როგორ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ იდეალურ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოში რომ ცხოვრობთ. მე ნანახი მაქვს, როგორ ხდება ეს დაუშვათ ევროპის ქვეყნებში. მაგალითად
სკოლის ასაკიდან სწავლება რა არის ბულინგი, რა არის არასიტყვებით, არამედ ქმედებებით, ხო? ანუ ბულინგთან დაკავშირებული, კომპლექსებთან დაკავშირებული, იგივე დავუშვათ ქვეცნობიერი რაღაცა, ასე ვთქვათ, სექსუალური განათლება, დრაივები და რაღაცა მილიონი რაღაცა, რაც ჩვენ უნდა ჩავდოთ, ხო? და ბაღის ასაკიდან და მივიდეთ იქ. ეს არის ჩემი აზრით, ანუ იგივე ფსიქიატრიული ჯამრთელობა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ და არ უნდა გვეშინოდეს ამაზე საუბრის. ყოველთვის უნდა ჩაიდოს თანხა განათლებაში. და ეს განათლება არ გულისხმობს მაგალითად აუცილებლად STEM-ის სწავლებას. STEM-ი იგულისხმება ანუ მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია. აუცილებლად უნდა ჩაიდოს სწორი კვების შესახებ ინფორმაციები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და არაფორმალურად. და ყველა მაგალითად სკოლის პროგრამაში გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა ეთმობოდეს ფიზიკურ ვარჯიშს. სკოლებს უნდა ჰქონდეს საშუალება რომ ჰქონდეთ სხვადასხვა სექციები, არა ჭადრაკის მარტო, არამედ ფიზიკური აქტივობის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აი ეს სწორედ თინეიჯერობის პერიოდში, სანამ გარდატეხის კრიზისული პერიოდია, ბულინგი სადაც ნაკლებია ფიზიკური აქტივობა. აი ეს ენერგია, რომელიც არის, გინებავთ ლიბიდური ενέργია, გინებავთ აგრესიული ენერგია, როცა მოთვინიერებულია, რომელიც მოთვინიერებულია, მაგალითად იგივე გუნდურ თამაშებში. გაცილებით უფრო მეტი პრევენციულია ვიდრე მაგალითად ის, რომ შენი ჩაუტარო ღია ლექციები. ეს ერთი. მეორე, იდეაც გქონდა ზურა, არ ვიცი მე გააზრებული გასაუბრება მქონდა თუ არა ამაზე. ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ მე პირადად მქონდა რამდენიმე ადამიანთან კომუნიკაცია იმაზე, რომ გავაკეთოთ მაგალითად მარიხუანას მუზეუმი. კი, მაგალითად მე შევილა მე-7 მე-8 კლასელებს, მე-9 კლასელებს მოიყვან, აუხსნი და ამას უნდა მინიმალური დანახარჯი. ვერც უნივერსიტეტში და ვერც მის მიღმა ამის იმპლემენტაცია არ მოხდა. ამ დროს 2 საათიანი საუბრით, სადაც წარმოდგენილი იქნება მოკლე ვიდეო ფირი, მოკლე ინფორმაცია, გაცილებით უფრო გასაგები გახდება ბავშვისთვის ექსპერიმენტულადაც რატო არ უნდა მოკიდოს რომელიღაც ასაკამდე ხელი. იმიტომ რომ თავის ტვინის სტრუქტურები რა მდგომარეობაშია, როცა კიდებს და რა დანაშაულს ჩადის საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე, თორე ხა კაი, მოდი მაშინ ერთ კითხვასაც დაგისვამ, რადგან ჩვენ გადავიდეთ ახლა უნივერსიტეტში. სწორედ ვასწავლეთ ფსიქიატრიას დღეს. ხო, ეს არის საერთოდ სწავლებაში კატასტროფა ხდება განსაკუთრებით პროფესიული დახელოვნების კონტექსტში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ასე არ მსჯელობ მარტო მე. ყველა რეზიდენტურაში მოწყობილი სტუდენტი იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად. მათ უწევთ შრომა იმისთვის, რომ გადაიხადონ ის მინიმალური გადასახადი მაინც, რომელიც ყოველთვიურია, დაფუძნდნენ დაუშვათ იგივე ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგი რეგიონში მიდის, დაფუძნდნენ იმ ადგილას და რაც მთავარია ეს ადამიანები, მათთვის ადგილი არ არის ზოგადად დიდ სისტემაში, რომ ანაზღაურებადი გახდეს მათი სამუშაო. ესეც ძალიან დიდი კატასტროფაა და აი მაგალითად მქონდა ამას წინათ ერთი შემთხვევა, როდესაც მზაფხულში მოვიდა ჩემთან ერთ-ერთი რეზიდენტი და ერთი თვის თავზე, როცა მას არულია, აღმოვაჩინე, რომ ხელი უნდა მომეწერა იმაზე, რომ მანიარა და რომ ვკითხე, რატომ არ დადიოდი და მე არ მოვაწერ ხელს, მან მითხრა, რომ უბრალოდ სოფელში იყო წასული და მას უწევდა იქ ფიზიკური შრომა, რომ გადაეხადა და რაღაცა. აბსოლუტურად. უბრალოდ ერთი კვირა მივეცი მე, რომ აი ეს მასალა რაღაც ფორს მაჟორში. ხო, მაგას გეკითხები, ეს კი გავიარეთ, მაგრამ სწორედ ვასწავლით დღეს ფსიქიატრიას. ზოგადად თვითონ სტუდენტებმა, თვითონ რეზიდენტურაში დასაქმებულებმა გააკეთეს ლაპარაკე აქამდე აი ეს
ჰუმანიზაცია, ეს რაღაც ამას განყოფილებაში თუ არ შევიდა, ვერ დაინახავს, მაგას გეუბნებით. ხო ვერ ხედავს ამას. იცით რა, მინდა გითხრათ, რომ მაინც ხედავს ძველ დანგრეულ რაღაცა გაურემონტებელ მოვლელ პაციენტებს. აი როგორ აისახება ეს მის პროფესიულ მე არ შემიძლია არ თქვა, რომ მიუხედავად აი ესეთი დანგრეული ინფრასტრუქტურისა, ჯერ კიდევ ყვანან ისეთი ექიმები, რომლებიც სწორედ აი ამ ჰუმანიზმს აჩვენებენ, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან. 21 საუკუნეა და ხა რაღაცებს კითხულობენ, მაგრამ დღეს იქ მისული ექიმი ნებისმიერ ღევანდელ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს. კი, ძალიან რთულია. ხო, აი იქედა როგორ უნდა გამოვიდეს ისეთი ექიმი. მიდიან, იცი. გავიგენ ნინო, მაგრამ ხო ეს ხო ანგრევს სისტემას. როცა პროფესიონალი შენ პროფესიონალს ანახებ ყველაფერს უც. და აჩვევ მანკიერებას ამ სისტემის, ხო? მოდი მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მიმაგრებული ვიზედაც არიან რეზიდენტურაში, მაგალითად ეს ახალგაზრდები, როგორ გინდათ მითხრათ, რომ მე ვარ მანკიერებას ვაჩვენებ სისტემაში ხედავენ და სწორედ ამაშია სწორი ორიენტირები აქვს და ამიტომ არის რომ ძალიან ბევრია, ჯერჯერობით კიდევ არის. აი მაგი მინდა დადებით რაღაცებს ვეძებ. დადებითი არის ის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ თავშეწირულები არიან ამ ჩვენი პროფესიის მიმართ. და თავის კი, ბერდება, იმიტომ რომ ახალგაზრდები, აი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც რეზიდენტურა დაასრულეს, კლინიკაში აღარ შედიან. მიდიან ამბულატორიაში და ამბულატორიაში შესულა ცუდი არა, მაგრამ დეგრადირება პროფესიონალურ კონტექსტში. ანუ კლინიკურად ვერ იზრდება. კლინიკურად ზრდა არ ხდება. მნიშვნელოვანი ამბავია, ამბულატორიაში მაინც იქნება. კი, მაგრამ მიდიან აი ხო, რა თქმა უნდა. მოქალაქეს სწორ ორიენტაციას მაინც მისცემს. მაგრამ ესინიც მიდიან არა იმ სისტემებში, რომელიც სახელმწიფოს მიერ მართულია, იმიტომ რომ მაგალითად ბოლო პერიოდში ამ სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პროგრამებში იყო ძალიან დიდი პრობლემა მედიკამენტების კონტექსტში, ძალიან ეს კიდევ ერთი არგუმენტი იმისი, რომ სახელმწიფო ნაკლებად იყოს ჩართული პროგრამის. აი ამ ხელა დოზით სახელმწიფო რატო უნდა იყოს ჩართული? ეხლა რაც გველის მედიკამენტებთან დაკავშირებით, რაც გამოავლინა ინსულინის კრიზისმა, ეხლა იგივე იქნება ფსიქიატრიულ წამლებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გვაქვს კრიზისი, მაგალითად არ არის ციკლოდონი. არის ესეთი რეალური პრობლემა. შეჯამებისკენ რო წავიდეთ, თქვა მე როგორც არა პროფესიონალმა რეალურად, რომელსაც მედიცინასთან რაღაც შეხება მაქვს, თქვა რა დასკვნა ეს უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად რომ არც თუ მცირე ხნის სამედიცინო პრაქტიკა მაქვს, მენტალური ჯანმრთელობა ჩემთვის, აი დაახლოებით ისეთივე უღრანი ტყეა, როგორც დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის და ძალიან დიდი გამოწვევა, სერიოზული გამოწვევა, თქვა კრიტიკულ მედიცინაში მენტალური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების მართვა, ცოდნა, უზარმაზარი გამოწვევა. როდესაც ინტუბირებულ პაციენტთან იძახებენ ფსიქიატრს, ამასო დიაგნოზი აქვს შიზოფრენია და მიხედა. შიშია. წარმოუდგენელია, ინტუბირებულია, ხელოვნურ ვენტილაციაზე არის და არანაირი ესიც არის ძალიან ეს არის რეალურად ძალიან ნიშანდობლივი მე ვთქვათ სომატური ექიმისთვის მენტალური ჯანმრთელობა არც თლად კომფორტული სფეროა მინიმუმ. აი კორექტული რო ვიყოს. ერთი ნაწილი და არსებობს ეგეთი emergency psychiatry, ანუ გადაუდებელი ფსიქიატრია, რომელშიც ტრენინგს გადიან ყველა ის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, რომლებსაც შეხება აქვს. აღარ გვიძახებენ უკვე მაგალითად პოსტოპერაციულ დელირიუმზე, რომელზედაც 2 დღეში ერთხელ მინიმუმ მოთხოვნები იყო. დღეს უკვე მიხვდნენ, რომ დელირიუმის მართვა სულ არ არის ფსიქიატრია. გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურა, რომელიც დავის დროზე გაკეთდა
გადახედვა საჭიროა. ამერიკული კოლეგებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიდლაინში არის. იმ კურსში დაახლოებით 2 თვე დათმობილი ქონდა mental disorders და თუ შეხედავთ იმ რეზიდენტურა გავლილ გადაუდებელი მეცის ექიმებს ისინი სხვანაირად იქცევიან ამ ვითარებაში და მართავენ შეჯამებისკენ რო დავიდეთ აი ისე აბსტინენცია როგორ შეიძლება ხა გამორიცხულია მაგას ვამბობ ეხლა განსხვავებით ბევრი საგან შენ ზუსტად აი ეს გამოცდილება გააქვს და ამიტომ ხო რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა კიდე ჩვენ ჯანდაცვაში, აი რაც ვახომ თქვა ეხლა, არ მიიღება ფსიქიატრიის ჩვენი კოლეგების მიერ. და რეალურად ცოტა ანუ რაღაცნაირად ყურება ფსიქიატრიული განყენებულად რომ ფსიქიატრია ზემოდაყურება არ არის ეს არის შიში სიგმა ესიც სტიგმა აი ბავშვის შემთხვევა რო იყო 7 საავადმყოფო მოიარა და რეალურად ბოლოს მარტივი პნევმონიით აღმოჩნდა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში. ესე რომ ეს ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ეს ბავშვთა ფსიქიატრია ეს კიდე ცალკე ისტორია და ვაფშე საქართველოში ეს არის უმძიმესი პრობლემა ბავშვთა ფსიქიატრია. ძალიან მნიშვნელოვანია დაახლოება მაგალითად იგივე აი ამ ნარკოლოგიის და ფსიქიატრიის გაერთიანება დაახლოება პირველ ეტაპზე და რო არ შევაშინოთ ადამიანები და არ ეგონოთ რომ ხვალ აუცილებლად ფსიქიატრიულ განყოფილებაში ყველა ნარკოლოგმა უნდა დაიწყოს მუშაობა ყოველ შემთხვევაში ეს ორი დარგი როგორაა მსოფლიოში ინტერდისციპლინური მიდგომა და არსებობს ან addiction psychiatry an addiction medicine ანუ ეს რაღაცნაირად უნდა მივიდეთ ამ კარგ პარამეტრებამდე ეს რაც მე მიმაჩნია რომ და მე მგონი თქვენც იგივეს ფიქრობთ თუმცა ერთბაშად აი ესე უცებ ამის გაკეთება არ მოხდება მე მიხარია რომ არასამთავრობოები ორგანიზაციები ამ მიმართულებით მუშაობენ ისევ და ისევ დონორების დახმარებით მე არ ვიცი როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ისევ დაუბრუნდები რა გავიგე სომატურმა ექიმა და პოლიტიკოსმა რეალურად დღეს ამ საუბრიდან და თუ სადმე მეშლება, то მე ეჭვი მაქვს, რომ აი ჩემი ცოდნის მოქალაქე ამ სფეროს ჩემი ცოდნის მოქალაქეები გვისმენენ და თქვა თუ რაიმე არასწორი დასკვნა გამოვიტანე, ძალიან გთხოვთ, რომ თქვა ჩემი სწორად. პირველი თუ მე მაქვს 2 კვირის განმავლობაში და მეტი ხნის განმავლობაში განგრძობითი ხარაქტეროლოგიური მოქმედებითი ცვლილებები სმენითი ჰალუცინაციები უცნაური აზრები უცნაური ქცევები რომელსაც მე შეიძლება ვერ ვამჩნევ მაგრამ გარშემომყოფები ამჩნევენ აუცილებლად უნდა მივმართო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი და ეს ცალსახად არ ნიშნავს ჩემს ფსიქიატრიულში მოთავსებას. რა თქმა უნდა, კრიტერიუმები მოთავსების არის საკმაოდ მკაცრი და ეს მკაცრი კრიტერიუმები გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მაგალითად საშიშროებას უნდა უქმნიდეს საკუთარ თავს ან სხვებს, რომ მაინცა და მაინც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადავიყვანოთ კლინიკაში. გამოსავალი მეტნაკლებად მენტალური ჯანმრთელობის თქვა სერვისის მოწესრიგების და მიმართულება ცვლილებების უნდა იყოს პირველი თემზე ორიენტირებული მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების შექმნის და გაძლიერება და პირველ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების და ოჯახების მაქსიმალური ჩართულობა, ცოდნის გამაღლება, ტექნიკური საშუალებების გაწევა და შემდეგ. მე ვისურვებდი, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც გვეფიქრა, მოდით ესე გავიღიმებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩემს ქცევას განაპირობებს რა ინფრასტრუქტურაში ვარ, როდესაც გარემო არის ესთეტიკურად მომხიბვლელი, ეს სხვა შორის კვლევები არსებობს, ნაკლებია აგრესიული გამოვლინებები. ფსიქიატრიული
სტაციონარების, დიდი სტაციონარების ნაცვლად სასურველია თუ ფსიქიატრული განყოფილებების მოწყობის სტიმულაცია მოხდება მულტიდისციპლინურ კლინიკაში. გეთანხმებით და ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ფსიქიკური დარღვევების გარკვეული ნაწილი საჭიროებს ხანგრძლივ მოვლას და პარალელურად იმისა, რომ დაუშვათ მულტიდისციპლინურ რაც გადავეკიდე მრავალპროფილურ დაწესებულებაში შეტანა განყოფილების არ გულისხმობს, რომ ჩვენ ყველა პაციენტს აუცილებლად ერთ კვირაში გავაგდებთ დაწესებულებიდან. აუცილებელია, რომ პაციენტებს ჰქონდეთ შუაგზის სახლები, სადაც შეიძლება ცოტა ხანგრძლივად გაჩერდნენ, სანამ დაბრუნდებიან თემში, ან გადამისამართებიან ზრუნვის სააგენტოში არსებულ გარკვეულ ისეთ სტრუქტურებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არარეაბილიტირებადი მძიმე შემთხვევები შეიძლება მოხდეს. დღეს მოქალაქეს შეუძლია პრინციპში მიმართოს პირველადი განდაცვის ადგილებს, სადაც ისინი ყოველ შემთხვევაში არის მინიმუმ ადეკვატურ რჩევას და შემდგომ ორიენტაციას. კი ბატონო. ეს არის ის დასკვნა, რაც მე გავაკეთებ დასკვნას, რომელსაც და მეტი ვარ, ასე ვთქვათ, მენტალურ ჯანმრთელობაში ბევრი წელი და გარდა ამისა, როგორც ჩვენი პარტიის, ასე ვთქვათ, ხედვას, ანუ პირველი ის, რომ კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული ცვლილებები. ერთობლივად, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ანუ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ექსპერტიზა პირველ რიგში იმ კანონმდებლობის, რომელიც დღეს არსებობს და ის ხარვეზები, აუდიტი, როგორც ჩვენ თქვი და გამოვაგვინოთ ის ხარვეზები და ზოგადად ჩვენ ვიცით რა ხარვეზებია, რომ არ იყოს დამსჯელობითი ფსიქიატრია, არ დაუბრუნდეს საბჭოთა ფსიქიატრიას, არ მოხდეს პაციენტების გამოკეტვა და არ ვეძახოთ ვიღაცას გიჟები და ადამიანებს, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, იმ ადამიანებს არ ვეძახოთ, რომ ის გიჟია და უნდა გამოვკეტოთ. ჩვენი ხედვა არის, რომ ფსიქიატრია აუცილებლად, რაც შენ თავიდან დაიწყე, უნდა იყოს ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მუნიციპალური, ანუ ფედერალური ხედვა იმაზე, რომ მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ და ეს არ უნდა იყოს ცენტრალიზებული და არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარკვეული ჩარჩო. ვერტიკალური პროგრამა უნდა არსებობდეს, მაგრამ ჰორიზონტალურად უნდა იყოს გაიშალოს და ყველა რეგიონმა უნდა გამოავლინოს პრიორიტეტები. ეს არის ერთ-ერთი ძალიან, ასე ვთქვათ, ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით და ამის გარდა, რაც შენ თქვი, ჩვენი მთავარი ხედვა ჯანდაცვაში ეს არის მატერიალიზირებული ვაუჩერი, რომელიც გულისხმობს ადამიანისთვის გარკვეული თანხის გამოყოფა, რომელიც მან შეიძლება მერე გამოიყენოს თავის ჯანმრთელობაში და ამაში არ ერეოდეს სახელმწიფო. ხო, ანუ სახელმწიფო რაღაცა და ამ მინიმალურ პაკეტში, რაც შენ თქვი, თუნდაც ის მინიმალური მოთხოვნა, რაც არის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იყოს გათვალისწინებული. ხო, მამასში თუმცა ხა ჩვენ დღეს არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ციფრებზე, რაც რა იქნება ეს, მაგრამ იდეა ზოგადად. მე გეტყვით რა ხდება. მაგალითად ის პროგრამები, რომელიც ვერტიკალურია და დღეს სახელმწიფოს აღიარებული აქვს, რომ მუშაობს და არის ძალიან ცოტა 1.17 ძალიან დაბალია. ეს ემყარება ზუსტადაც რომ აიას მატერიალიზებულ ვაუჩერს. ის ამბობს რომ 100,000 მოსახლეზე მაგალითად უნდა მუშაობდეს ერთი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელზედაც ჩვენ გამოვყოთ წლის განმავლობაში ერთ მოსახლეზე სამლარს და ყველა პრობლემას მენტალური ჯანმრთელობის ამ ადამიანებმა უნდა უნკურნავდნენ. ეს არის ოფიციალურად რა საფუძველიც არის, კაპიტაციით არის გამოყენებული და ასე შემდეგ. თუმცა იქვე არის ჩამონათვალში, რომელს არ მკურნალობენ. ანუ რაღაცას კი
რაღაცას არა. და მე დავამატებდი თქვენს იმას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია და პრევენცია, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემების პრევენცია სწორედ ბავშვთა და მოზარდთა ასაკში იწყება. ფსიქიატრიული დაავადებების დაახლოებით, დაავადებების არა ბოდიში, აშლილობების, მოშლილობების, დარღვევების დაახლოებით 40-დან 50%-მდე სწორედ ბავშვთა და მოზარდთა ასაკში არის პირველი და იქ რომ არ გამოვლინდება და დროულად არ მიექცევა ყურადღება, ხო? ეს გვაძლევს მოგვიანებით, მაგალითად, რაც ხდება ADHD-დან დაკავშირებით. ზედმეტად აქცენტირებული ხო არ არის ეს არის? იცით რა არის? არ არის, იმიტომ რომ დღეს უკვე დადასტურებულია, რომ მთელი რიგი მავნეობები, რომელიც ჩვენზე მოქმედებს, თუნდაც ეკოლოგიური არის რაღაც მაპროვოცირებელი ამის და ელემენტარულად ჩვენ განვითარებაში ხანანაშვილი მახსენდება 60-იან წლებში რო თქვა რომ 5 გაზეთი რო გამოვიდა და 3 არხი გარჩა ინფორმაციული ნევროზი არისო. ინფორმაციული ნევროზი კი არა, პროცესირებას ვერ ვახდენთ მთელი ინფორმაციის რაც შემოდის და ეს სწორედ ყურადღების დეფიციტის ერთ-ერთი მასტიმულირებელია. კითხვა ფსიქიატრთან, პროფესორთან, ნინო გრეველაშთან. ხო არ დაგვრჩა რაიმე ისეთი საკითხი, რასაც თვლით, რომ ამ ფორმატში შეიძლება რომ შევეხოთ და რეალურად აქვს და გვერდია გვიარა. ძალიან ბევრი თემაა. მე როგორც ერთი ჩვეულებრივი მოგდავი და ფსიქიატრი ყველაზე მეტად როცა მეკითხებიან რისი გეშინია, მე მეშინია პაციენტს არ დაუსვა არასწორი დიაგნოზი და იმიტომ მეშინია რომ ჩვენი დიაგნოზი რაღაცნაირად აი ამ სოციალურ კულტურულ ვითარებაში შეიძლება სტიგმად გაყვეს მთელი თავისი ცხოვრება და ამიტომ ყოველთვის ვავადებ ამას, სანამ კარგად არ დავწუნდები, რასთან მაქვს საქმე. ყოველთვის ვამბობ, რომ მე მაქვს სავარაუდოდ ეს დიაგნოზი, მე ვფიქრობ ამაზე. ასე ფიქრობს ძალიან ბევრი კარგი ფსიქიატრი, რომელიც დღეს ჩვენს ირგვლივაა. ამიტომ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ნუ ეშინიათ ფსიქიატრების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუკვირდეთ თქვენ საკუთარ თავს, ენდოთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომლებმაც რაღაცა შენიშნეს განსხვავებული და უმჯობესია ამ განსხვავებაზე არა GPT-სთან ყოველ შემთხვევაში ესე ძალიან კარგი დამხმარე საშუალება თუ შენიშნეთ რომ მაგალითად ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაც ეჭვი შეიტანა აუცილებლად გაიარეთ ეს შეხედულება ექიმთან და მაინც ნუ გეშინიათ ჩვენი როგორც ფსიქიატრების და კიდევ ბებია ელპიტეს რეცეპტი თქვენ არ გამოიყენოთ მეზობელი მაყვალა შემოთავაზებული წამალი არ მიიღო. ყვავის ნახარში. არა, მე გეუბნებით მედიკამენტებზე, რომლის ექსტრაპოლირება ხდება და ასე შემდეგ. ესაა უბრალოდ ჩემი როგორც ერთი ჩვეულებრივი ექიმის, პრაქტიკოსი ექიმის მოსაზრება. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელებისთვის ეს საინტერესო იყო და კიდევ უფრო შეამცირებს იმ სტიგმას და იმ შიშს, რაც არსებობს მენტალური ჯანმრთელობის მიმართ და მას განვიხილავთ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ თანმდევ შემადგენელს, ისე მაგალითად როგორც არტერიულ წნევას ან შაქრიან დიაბეტს და არანაირ დრამატულ სურათს არ დავინახავთ. ეს გახლდათ ფედერალისტი ექიმების პოდკასტი ყოველ სამშაბათ 7 საათზე პაციენტებთან, ექიმებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ თქვენთვის საინტერესო საკითხებს, მოგწერეთ კითხვები, რომელზეც პასუხს გავცემთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვიყურეთ ყოველ სამშაბათს ფედერალისტი ექიმების პოდკასტ ფედერალისტების არხს. კარგად განდევთ.